სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დედოფლის წყაროში მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყო. რა პრიორიტეტების შერჩევა შეუძლიათ მათ თემაზე ვრცლად სასაუბროდ ნიკოლოზ ჯანიაშვილი, დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის მერი ჩაგვერთვება. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონო ნიკოლოზ, პირველ რიგში საინტერესო არის წელს რა თანხა გამოიყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტისთვის. კი ბატონო, მოგესალმებით. დაიწყო სოფლის პროგრამა მთელ საქართველოში, ისევე როგორც დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში. რა ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ჩვენ გვეძლება კიდევ ერთხელ ადგილობრივ თვითმმართველობას საშუალება, რომ ჩვენ სამომრჩევლებთან ერთად, ჩვენ სოფლის მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელოთ თუ რა არის კარგი მათთვის, რა პროექტები შეიძლება განხორციელდეს, რომ მათი ყოველდღიურობა ყოფა ჩვენი სოფლის მოსახლეობის გაუმჯობესდებს და მე მიხარია რომ გასულ წლებში ძალიან კარგი პროექტების იდენტიფიცირება მოახდინეთ და შედეგად მივიღეთ უფრო ლამაზი სოფელი ვიდრე იყო. ზოგ სოფელში გასული წლების პრაქტიკა გვაჩვენებს რომ ზოგ სოფელში ბავშვთა გასართობი ატრაქციონები კეთდება ამ თანხებით, ზოგან საბავშვო ბაღის ეზოების კეთილმოწყობა, ზოგან სასაფლაოების შემოღობა, ზოგ სოფელში გარე განათება მოწყობა და პრინციპში მინდა აღვნიშნო რომ დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით აბსოლუტურად ყველა უბანში სოფლად თუ ქალაქად ყველგან გარე განათება უკვე გაკეთებულია, თუმცა ზოგან დარჩენილია გარე განათების ძველი სისტემები და ხდება მათი ჩანაცვლება თანამედროვე LED ტიპის განათებით. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტზე გამოყოფილი არის 256,000 ლარი. ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საშუალება გვაქვს, რომ მინიმუმ ერთი იმდენი დავამატოთ, გააჩნია რა პრიორიტეტებს წამოაყენებენ ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობა. ესე იგი, 9,500,000 ლარზე მეტი შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ პროექტისთვის გამოყოფილი იქნება, თუმცა როდესაც მოხდება უკვე კონკრეტულად არჩეული პრიორიტეტების უკვე პროექტებად გარდაქმნა, იქ საშუალება გვექნება, რომ თუ ცოტა უფრო მეტი არის ეს ღირებულება, ერთი იმდენი კი არა, ვთქვათ 110-120% დავამატოთ. ასე რომ ვფიქრობ, რომ 2025 წლის სოფლის პროგრამის ჯამური ღირებულება დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტისთვის დაახლოებით 600,000 ლარის ფარგლებში იქნება. ჩვენ უკვე პარასკევს პირველი შეხვედრები ჩავატარეთ, ესე იგი 7-ში დავიწყეთ სოფლის პროგრამების განხორციელება, სოფელ ზემოქედში, არხილოს კალუსა და ქვემოქედში და 21 თებერვალს უკვე სრულად დასრულდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლის პროგრამები. წინა წლებში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება იმ მხრივ, რომ ფაქტიურად გასულ წელს საქართველოს მასშტაბით პირველებმა დავამთავრეთ, განვახორციელეთ სოფლის პროგრამით განსაზღვრული მოსახლეობის მიერ გამოვლენილი პრიორიტეტების გაკეთება და ეხლაც გვინდა რომ რაც მალე მოურჩებით შეხვედრებს და მალე გამოიკვეთება მოსახლეობიდან წამოსული პრიორიტეტები, შემდეგ დროულად ავსახოთ ეს უკვე კონკრეტულ პროექტებად და დროულად განვახორციელოთ სოფლის პროგრამის სამუშაოები და დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბრის დასაწყისში ფაქტიურად უკვე მორჩენილი ვიქნებით სოფლის პროგრამებს. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში ამ პროგრამით 15 დასახლებული პუნქტი, 15 სოფელი სარგებლობს და 600,000 ლარი არც თუ ისე მცირე თანხა არის, რომ კონკრეტული კარგი პროექტების განხორციელება მოხდეს, რომელიც ამა თუ იმ სოფელს ამ კონკრეტულ უბანს რაღაც პრობლემას გადაუჭრის და ყოფას გაუმჯობესებს. რა პრიორიტეტების შერჩევა შეუძლია მოსახლეობას პროგრამის ფარგლებში? ესე იგი, ჩვენ მოსახლეობას უხსნით წინასწარ და პრინციპში უნდა ითქვას, რომ უკვე იციან კიდეც კარგად ჩვენმა მოსახლეობამ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, უკვე მრავალი წელია სოფლის პროგრამა ხორციელდება. აქ არის სხვადასხვა პრიორიტეტები, ეს არის გარე განათება, ეს არის იგივე სასაფლაოების მოვლა პატრონობა, შემოღობა, ეს არის გზის კეთილმოწყობა, ეს არის სასმელი წყარი, წყაროები და ასე შემდეგ, სპორტული მოედნები ან სპორტული ინვენტარი, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, მცირე სტადიონები, საკმაოდ ფართე ჩამონათვალი არის, რომელიც საშუალებას მისცემს და ეს
ფაქტიურად გასული წლების პრაქტიკა მოზრუნველყო, სწორედ ის საკითხებია, რა საკითხებიც სოფლად მოსახლეობას სჭირდება და სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ხოლმე ამ პრიორიტეტების გამოვლენა. ფართო სპექტრს მოიცავს ფაქტიურად თითქმის ყველაფერს, რაც კი სოფლად ხდება. ბატონო ნიკოლოზ, ალბათ მოსახლეობასთან შეხვედრები ერთი მხრივ იმითაც არის კარგი, რომ იგებთ მათ საჭიროებებსა და პრობლემებს. რა თქმა უნდა, მე შემიძლია გავიხსენო, რომ ერთი წელი თუ არ ვწდები, ეს იყო 2015 ან 2016 წელი სოფლის პროგრამა არ განხორციელდა და იმდენად კარგად იმუშავა წინა წლებში ამ პროგრამამ, რომ იმ წელიწადს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩვენ შევძელით და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყავით თანხები და ზუსტად ისევე სოფლის პროგრამის ფარგლების გავსად გაზაფხულზევე ზამთრის ბოლოს გავაკეთეთ შეხვედრები მოსახლეობასთან და გამოვავლენთ პრიორიტეტები და შევასრულეთ ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაზე ახლოს დგას თავის მოსახლეობასთან, თავის ამომრჩეველთან და ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება იმისა, რომ როგორც ერთის მხრივ კონკრეტულად სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებულ პროექტებზე ისაუბრო, მეორეს მხრივ მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ ხალხმრავალი შეხვედრები არის ხოლმე ზოგ სოფელში 100-200 ადამიანი, ზოგჯერ ცოტა ნაკლები, ცოტა მეტი და ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება, რომ მხოლოდ იმ თანხის ფარგლებში და კონკრეტული მიმართულებით კი არ ისაუბრო, არამედ ზოგადად ადამიანებს, რაც არის პრიორიტეტული, რაც იმ მომენტში მათ აწუხებთ, ეს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა მოხდეს, ჩვენ ასევე უზიარებთ ამ პროგრამაზე დაგეგმილ მსხვილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით თუ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით თუ მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით, სხვადასხვა ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების დაფინანსებით ახორციელებს და ეს გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურობაზე, მის მაჯისტემაზე ფაქტიურად პულსაციას ვზნობდეთ საზოგადოების და შედეგად რაც შეიძლება დროულად აღმოხრათ ის პრობლემები, რომელიც ჩვენს ხალხს აწუხებს, ან სხვადასხვა მოგეხსენებათ, რომ ყოველდღიურობას ახალ-ახალი გამოწვევები მოაქვს და დროულად მოახდინოთ რეაგირება. და ეს ყველაფერი შემდეგ საშუალებას გვაძლევს იმას, რომ არჩევნები რომ მოახლოვდება ხოლმე, უფრო თამამად მივიდეთ ჩვენს მოსახლეობასთან, უფრო თამამად ხოლმე გვერდში დგომა და მოგეხსენებათ გასული წლის არჩევნებიც ამის ნათელი მაგალითია და სხვა განვლილი არჩევნები, რომ ამ ყველაფერს ჩვენი მოსახლეობა ხედავს და შემდეგ ისინიც გვერდში დგომას გამოხატავენ უკვე არჩევნებს. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. დედოფლისწყაროდან გვერდებოდა მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჟანიაშვილი. მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით დედოფლისწყაროში მიმდინარე სოფლის პროგრამით და ასევე ჩვენთან მიმდინარე სხვა პროცესებით, ყოველთვის გურჯაანის ტელევიზია ინტერესს გამოხატავს და მიხარია, რომ ასე კარგად თანამშრომლობთ. მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს მაყურებელს.